შემიძლია გითხრათ პირველი პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მას შეექმნა და რამაც განაპირობა პრინციპში უშიშროების სამინისტროდან მისი წამოსვლა, იყო ის, რომ იმ ხანად აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილე გოგი კუპრეიშვილი იყო დაპატიმრებული. აღმოჩნდა ესე, რომ ერთ-ერთი პირველები კუპრეიშვილის კაბინეტში მოხდნენ ვახო კომახიძე, რომელიც მაშინ რუსთავიაში მუშაობდა და ოპერატორი დიმა მიასნიკოვი. ვახოსგან მე ვიცი ესეთი რამ, რომ გიო თაღამაძე მას ეუბნებოდა, რომ გახსოვს ვახო ჩვენ რომ ნახეთ კუპრეიშვილის კაბინეტში ავტომატები როიტო, გაუფორმებელი უკანონო. ვახო მოთხრა რომ მას ეგეთი რამე არ ახსოვდა. იყო თხოვნა მრავალგზის რომ იქნებ მაინც თქვა რომ იქ ავტომატები იდო. ვახო თქვა რომ არ იდო ავტომატები და მე მაგას არ ვიტყვი რომ იქ ავტომატები ნახე. რომ სასამართლოზე ჩავიდნენ მიასნიკოვიც და კომახიძეც და კუპრეიშვილიც აი ძალიან გასაკვირად თქვეს რომ მათ იქ ავტომატები არ უნახიათ. ამის შემდეგ ვახომ ჩათვალა საჭიროდ რომ აღარ იმუშავა იმ სტრუქტურაში რომელთა ხელმძღვანელებიც თქონდა რომ ადამიანზე ტყუილი დაებრალებინა და გადავიდა სახალხო დამცველის ოფისში სამუშაოდ. და ის ბრალდება, რომელიც ერთმა შავბნელმა ტელევიზიამ წამოუყენა, არის აბსურდული. ბრალდება იმის თაობაზე, რომ თითქოს და უშიშროების სამინისტროდან დაითხოვეს ფინანსური მაქინაციების გამო. მე არ ვიცი, ხლა უნდა გავცეთ თუ არა პასუხი აი ამ ჟურნალისტს, რომელმაც ეს გააკეთა, მაგრამ რახან ეს თემა დატრიალდა ქვეყანაში და ვიღაცები საუბრობენ ამაზე, რომ აი ხედავ რა ყოფილა არის, მე მათ გასაგონად ვამბობ. ეს არის ძალიან დიდი სისულელე, იმიტომ რომ ვახო იყო სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსი და მას ფინანსებთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ შეფას იღებდა 13 თვის განმავლობაში. ეხლა რა შეიძლება რომ ფინანსური მახინაცია იყოს, რომ ფულის ნაწილი დახარჯა და სახში არ მიიტანა? მეტი მახინაციას უბრალოდ ვერ ჩაიდენდა, იმიტომ რომ რომელდენებმა შესაძლებლობას არ ჰქონდა, რა სისულელეა, ხო? ერთადერთი ხელფასთან ჰქონდა შეხება, მეტი არაფერთან. ხო, აი ეს პრობლემა დაიწყო აქედან და შემდეგ რომელსაც მას პრობლემები შეექმნა და პირდებოდნენ დაპატიმრებას, როცა მან გააკეთა გახმაურებული ფილმი ტყუილის გარეშე, ზურა ჟვანიას კვლევებასთან თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. და მაშინ შემოუთვალეს მას, რომ აი შენ რო რვაშვილის მამა არ იყო, ნამდვილად დაგაპატიმრებდითო. მე არ ვიცი, რა ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინათ. ფილმის გაკეთება ყოველ შემთხვევაში მაშინ კრიმინალად არ ითვლებოდა. მე მგონი ეს კრიმინალად პირდაპირ ეხლაც არ ითვლება, მაგრამ გართულებები ქონდა და ეს ნამდვილად ვიცით ჩვენ ყველა მეგობარმა ვიცით რომ აი ახოს დააკვირდეს რომ აი რვაშვილი რო არ ყავდეს ჩვენ ციხეში ჩაგვსვავდით. თუ შემდეგი რაც მის თაობაზე და მისგან ეს პრობლემები მოусმინე რომ შეექმნა, ეს იყო ხილში პაატა ზაქარიაშვილთან და მანანა მებუკესთან მათი ჩასვლა და ვინაიდან არ იყო დარწმუნებული იმაში რომ გადაღებულ ვიდეო მასალას ჩამოიტან და ისე რომ არ წაართმევდნენ და შეძლებდა მე ჩამოტანას, ამიტომ მეც გავყევი მას მისი თხოვნით. თუ მართლა ეს კასეტები მე ჩუმად ჩამოვიტანე თბილისში. ეხლა ვერ ვიტყვი მე იმას რომ წართმევის ცდელობა იყო, მაგრამ მახსოვს როცა გამოვიდა ცხინვალიდან იქ დახვდნენ ვიღაცები მე მგონი რეგიონალური კონდაზვერვის ან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, ნამდვილად არ ვიცი ვინ იყვნენ, ის აიყვანეს სადღაც, მოუწყვეს დაკითხვა და გამოუშვეს და მე მახსოვს ერთი ძალიან საგულისხმო გარემოება ამ ხელისუფლების კომახიძესთან დაკავშირებით და მის ვიზიტთან დაკავშირებით ცხინვალში. იქ იმყოფებოდა და ელოდებოდა ინფორმაციას თავის შვილზე ერთ-ერთი გატაცებულის მამა, არ მახსოვს მისი გვარი და სახელი და აგრეთვე იმყოფებოდა დეპუტატი თორთლაძე. ეს ყველაფერი ახოს დაკითხვა, რომელიც არანაირი საფუძველი არავის არ ჰქონდა, მიმდინარეობდა თორთლაძის თვალ წინ. შემდეგ მოგეხსენებათ, რომ პაატა ზაქარიაშვილს შეექმნა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ რატო იყო შესული
ცხინვალში რაღაც წერილი მიწერეს და ამ წერილის გარდაც აი ეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აბარებდნენ აი პატა მოღალატეა და მე ვერ გავიგე რა არის ღალატი აი თავიანთი შვილები რო ყოფილიყო დაპატიმრებული ცხინვალის ციხეში იტყოდნენ ისევ იმას რომ აი ჩვენ არ ვაწარმოებთ დიალოგს სეპარატისტებთან ტერორისტებთან თუ კი აწარმოებს დიალოგი ალანა გადაულებას ბებიის გამოსაყვანად რატო აწარმოებს ეს დიალოგი 4 ქართველის გამოსაყვანად ნუ კომახეზე მაწელში დაწერა მე ვიცი მარტო ეს პრინციპში რომ მან დაწერა რომ 6 აგვისტოს სახელმწიფო მდივანი ალბათ მე მგონი ეს იაკობაშვილზე უნდა იყოს საუბარი თუმცა ახლა თავს ვერ დავდებ სახელმწიფო მინისტრი ეგ არის ერთ-ერთი ცდილობდა და ძალიან კარგი ხნა რომ თუ გამოიყვანა მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალიდან ხო მაგრამ იგივე ქმედება არ ჩაედინებს ხების მიმართ ხო და მით უმეტეს ის სოფლები რომელიც მდებარეობდა ცხინვალის უკან ხეობის სოფლები აი მოსახლეობას ასოჩებდნენ ისინი რატომ გამოიყვანეს იქიდან თუ დაამბილებით იცოდნენ რომ საფრთხე იქნებოდათ ეგეწოდებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ხო ლოგიკური კითხვა მე მგონი და ლეგიტიმური ხო იყო ესეთი მოქალაქეები მის მიმართ განხორციელებული მაგრამ მე მგონი თავდაპირველად აინუშიც აღალაგდებდა იმიტომ რომ დიდი ხანია ჟურნალისტურ გამოძიებას აკეთებს და არც ჩემთვის არც ზურიაშვილისთვის არც ვახუშტვის არ იყო ახალი ამბავი ახლა რაღაცა დაგირეკავს და რაღაცას გეტყვის ნუ ამაზე იმუნიტეტიც ჰქონდა მაგრამ მან ჩათვალა რომ ახლა უკვე რაღაც გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ იყო და ამან გადააწყვეტინა საქართველოსთან გაქცევა. თორე დამეწმოთ, თქვენ შეგვიძლიათ გაესაუბროთ მის შვილებს. რომ არ არის იერი გადაწყვეტილება რაშვილის მამისთვის დატოვა ყველაფერი და წახვიდე საზღვარგარეთ. მაგრამ ამჟამინდელ ომბუდსმენს დარწმუნებული ვარ რომ არ ემართავენ და მან გამოაცხადა რომ აი კომახიძე ჩემთვის არ მოუმართავს დახმარების თხოვნით. მე შემიძლია გითხრათ რომ სუბას მიმართავდა ხოლმე. ეს გამოხატავს მის მდობას ამჟამინდელი და წინა ომბუდსმენების მისამართით. შესაძლოა არ ჩათვალა საჭიროდ რომ ამ ომბუდსმენთან რომ მიემართა რამე ქმედით ღონისძიებას გაატარებდა. ეს მდობის ამბავია, ზოგი ემდობა, ზოგი არ ემდობა. და წარმოვიდგინეთ რომ ხერხელიძემაც გამოთქვა პრეტენზია რომ აი მე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და არ ჩემთვის არ მოუმართავსო. გეგმებოდ ქართული ვინმე რომელიც ხერხელიძეს მიმართავს რომ ხელისუფლება მიქმნის პრობლემებს. რა თქმა უნდა ეგეც ვერ იპოვოს ვერავის. იმიტომ რომ ეს მიმართ საზოგადოებას ნდობის ძალიან დიდი დეფიციტი აქვს. თვალყით იმას რომ არავინ არ ინდობა. მე რაც ვიცი კომახიძეს კიდე ქონდა შეხვედრები ცხინვალის მაცხოვრებლებთან გარდა იმისა რომ იმყოფებოდა მაშინ რაც გახმაურდა ცხინვალში მას შემდეგ სოფელ პერევიდან იყო შესული და შეხვდა გარკვეულ ტიპებს, გარკვეულ პირებს რომლებიდანაც მიიღო მისი ფილმისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩემთვის არაერთხელ უთქვამს რომ ეს ფილმი რომელზეც ახლა მუშაობდა იქნებოდა ყველაზე კარგი მის კარიერაში და ეს იქნებოდა ყველაზე უკეთესი ფილმი რაც კი მას გაუკეთებია აი დეტალებზე თუ რა როგორ მე მართალი რომ გითხრათ არ მიკითხავს მისთვის აი ვინ ჩაწერე რა ჩაწერე იმიტომ რომ საერთოდ თუ არ ვიკითხებით ხოლმე ერთმანეთს თუ კი ადამიანი ჩათვლის საჭიროთ რომ გითხრას ხოლმე მას მოусმენ მაგრამ რომ ისე რომ ახლა მე ვინ ჩაწერე რა ჩაწერე რა გითხრა ნუ ეს რისკის ფაქტორიც არის რომ იქნებ რამე არ გამოვიდეს იქნებ პრევენციული ღონისძიება განახორციელოს იმ პირმა ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს ინფორმაცია. ხო შეიძლება რომ დატმის ქვეშ მეც აღმოჩნდე რომ მე ეს ვიცოდი და ჩემგან ხო არ გავიდე ეს ინფორმაცია. ამიტომ მე არც მინოზურიაშვილის არც ვახოს არც თვითონ ერთმანეთს აი ესე დეტალურად რო აი რა გადაიღე რა ჩაწერე ნუ მიღებული წესია რომ არ მეკითხო რა.